დასახლებას რეალურად მოდის. Ми продовжуємо виконувати наказ тримати оборону. Забираемся на крыши и даем оборону. Слава Украине! მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემა ვემსახურები საქართველოს, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი წეროძე ვარ. მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა, ჩვენ დღეს მივეცით თავს უფლება, რომ ვისაუბროთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩვენს რეგიონში მოხდა და რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი გადაცემის სპეციფიკას. სირიაში 13 წლიანი სამოქალაქო ომი ოპოზიციის გამარჯვებით და ასადის რეჟიმის დამარცხებით დასრულდა. 13 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში სხვადასხვა მხრიდან ბევრი მიმართულებით მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ კადრები თუ როგორ დამარცხდა რეჟიმი და თუ როგორ აიღო გაერთიანებული ძალების შემადგენლობამ დედაქალაქი დამასკო, რასაც ბაშარ ალ-ასადის რუსეთის ფედერაციაში გაქცევა მოყვა. ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია რონდელის ფონდის მკვლევარი აღმოსავლეთ მცოდნე ზურაბ ბატიაშვილი. ბატონო ზურაბ, მოგესალმებით და მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონო ზურაბ, მოდი დავიწყოთ თავიდან. როგორ დაიწყო სირიაში სამოქალაქო ომი? 2011 წელს ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხულის პარალელურად როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ მივიდა ეს პროცესი სამოქალაქო ომამდე? გაცილებით ადრე პრობლემები გაცილებით ადრე დაიწყო და მამა ასადის მმართველობის პერიოდშიც იყო აჯანყებები, რომელიც ჩაახშეს ასადის ოჯახმა, თუმცა მთავარი პრობლემა რაში არის? მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება გამოეხატათ თავიანთი პოზიცია. ხედველობაში მაქვს, რომ რეალურად არჩევნები არ ტარდებოდა. ხელისუფლება იყო მიტაცებული, თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ერთი ოჯახი მართავდა, ჯერ მამა, მერე შვილი და რიგით მოქალაქეები იჩაგრებოდნენ ძალიან. განსაკუთრებით ამან მერე მიიღო ეთნოკონფესიური ხასიათიც, იმიტომ რომ ალავიტების ოჯახს წარმოადგენდა ასადი და კლანი მართავდა, რომელიც ჩაგრავდა უმრავლესობას სუნიტების სახით და მათ შორის ჩაგრავდა არა მხოლოდ თქვათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მაგალითად ქურთებს, არამედ არაბებსაც, რომლებიც რეალურად სუნიტები უმრავლესობას წარმოადგენენ სირიის მოსახლეობის. და აი ამ ჩაგვრამ გამოიწვია ის, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება არჩევნების პირობებში გამოეხატათ თავიანთი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება თუ ვის უნდა ემართა ქვეყანა და ერთადერთი საშუალება იყო აჯანყება და ეს აჯანყება მოხდა სწორედ არაბული გაზაფხულის პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრ არაბულ ქვეყანაში დაიწყო ხელისუფლებების შეცვლა და აი მაშინ დემონსტრაციები დაიწყო სირიაშიც, რასაც პატარა ბავშვის წამება მოყვა და ის ბავშვი უბრალოდ ორი ბავშვი იყო ამ შემთხვევაში სიკვდილით დასრულდა ეს ამბავი და ამას მოყვა აჯანყება, რომელიც თავიდან ასე ვთქვათ შეიძლება ვთქვათ რომ წარმატებით მიმდინარეობდა იმ მხრივ რომ ასადის პოზიციები შესუსტდა 2015 წელს ძალიან ახლოს იყო სიტუაცია იმასთან რომ ოპოზიცია ჩამოაგდებდა ასადს და მის რეჟიმს, მაგრამ მერე რუსეთი ჩაერთო ამ ამბავში 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყო დაბომბვები ოპოზიციის და რუსეთის და ირანის დახმარებით ასადმა შეძლო სიტუაციის გარდატეხა, თუმცა
შემდგომში და ამას მოყვა უდიდესი მსხვერპლი სირიაში 9 მილიონი ადამიანზე მეტი დაიღუპა 2 მილიონი დასახი ჩრდა მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა მათ შორის ევროპაში წავიდა ნაწილი უმეტესობა თურქეთში წავიდა და ბოლოსკენ როდესაც ჩვენ შარშან შემოდგომაზე 7 ოქტომბრის ცნობილი თავდასხმა როდესაც იყო ისრაელზე ისრაელმა დაიწყო ჯერ ხამასის განადგურება, მერე ჰეზბოლას განადგურება და ჰეზბოლა იყო ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ასადის რეჟიმისა და პროირანული ძალებისა და როდესაც ჰეზბოლა ფაქტიურად გაანადგურა ისრაელმა, მას მოესპო დასაყრდენი მიწაზე, ხოლო ჰაერის შემთხვევაში რუსეთი იმ პირობებში, როდესაც უკრაინასთან ომში არის ჩაფლული, მას ნაკლები დრო და ენერგია რჩება იმისთვის, რომ სხვა ადგილებისთვის ეცალოს და აი აქ მოხდა გარდატეხა, როდესაც ოპოზიციამ, ძირითადად ეს ოპოზიცია პროთურქული არის, სუნიტური ჯგუფები არის, შეძლეს ჯერ ალეპოს აღება, ფაქტიურად უბრძოლველად და მერე ფაქტიურად მარში წავიდნენ სამხრეთისკენ, ამას მოყვა სამხრეთში აჯანყება კიდეც ისრაელის საზღვართან, სადაც სუნიტები და დრუზები ცხოვრობენ და აი ფაქტიურად 12 დღეში დაემხო ასადის რეჟიმი, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, 9 საუკუნეზე მეტხანს შიშის ზარს სცემდა მთელ ახლო აღმოსავლეთს და ძალიან მოკლედ მოვყევი ეს ყველაფერი, თუმცა რა თქმა უნდა ბევრი საშინელი დეტალი არის ამ ყველაფერში, 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ ყველაფერს. 4 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის იქცა საკუთარი ქვეყნიდან დევნილად, მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა საჭმლის და წყლის კრიზისი და ასევე ჩვენ ნახეთ კადრები, რომელიც გავრცელდა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, თუ რა მდგომარეობა იყო ციხეებში, სადაც მათ შორის არასრულწლოვანი მოქალაქეები ყავდათ ჩამწკრივული, რომელთა დიდი ნაწილი ფსიქიკური დაავადების მქონეა უკვე სამწუხაროდ. აუცილებლად მინდა გკითხოთ უშუალოდ დამასკოს აღების გეგმაზე, რომელიც ძალიან სწრაფად განხორციელდა. ჩვენ ნახეთ, რომ ჰომსის და ჰამას ამ ორი ქალაქის აღების შემდეგ ფაქტიურად 24 საათში მოხდა მარშით მისვლა დამასკომდე და მისი აღება. ლოგიკას ეწინააღმდეგება, ჩემი აზრით, როცა დაახლოებით 13 წლის განმავლობაში იცავდა ასადის ძალები დამასკოს და 2 დღეში ჩამოეშალა ყველაფერი. რა ფაქტორებმა განაპირობა ეს პროცესი თქვენი აზრით, უშუალოდ დამასკოს აღებას გულისხმობ? დამასკოს აღებაში წეღანაც თქვით, რომ სამხრეთით აჯანყება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სამხრეთიდან დაიწყეს თავიდან შესვლა დედაქალაქში და მერე ამას მოყვა ჩრდილოეთიდანაც შემოსვლა. რეალურად იყო დეზორგანიზება, მორალურად გატეხვა ასადის ჯარისა, რასაც ქვია, რუსეთისგან ის დახმარება, რომელსაც პირდებოდა რუსეთი, ვერ მიიღეს, ამან კიდევ უფრო ცუდ მორალურ მდგომარეობაში ჩააყენა ასადის ჯარები და ფაქტიურად მათ мотивация აღარ ქონდა. ახლა თუ შევხედავთ მაგალითად გარდა სამხედრო სიტუაციის მნიშვნელოვანია თქვენც ახსენეთ, რომ ბევრი შიმშილობს, ანუ ეკონომიკური მდგომარეობა, სამხედროების ხელფასი არის $10 წარმოიდგინეთ. ვისთვის უნდა გაწიროს სიცოცხლე და ვისთვის უნდა გაწიროს დიქტატორისთვის, რომელმაც გაქცევის წინა დღეს გამოაცხადა, რომ ნუგეშინიათ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და მედგრად დაუდგებით და გავანადგურებთ მოწინააღმდეგეს და ისე რომ არც არავისთვის უთქვამთ, წავიდა თვითფრინავში ჩაჯდა და გაფრინდა მოსკოვში. აი ესეთი და მე მას აღმოაჩინეს, რომ მას მილიარდობით ქონება გაიტანა, როგორც ნაღდი ფულის ისე სხვა საშუალებებით რუსეთში და ახლა რუსეთში ცხოვრობს. ანუ რეალურად ის მოსალოდნელი დახმარება, რომელიც ქონდათ რეალურად რუსეთისგან და რუსეთიც ამ დაპირებებს უხვად გასცემდა, ვერ მიიღეს გასაგები მიზეზების გამო და
პლუს ჰეზბოლაც ვეღარ არის ინფორმაში, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად განადგურებული. ამიტომ დასაყრდენი როგორც ასეთი გამოეცალა რეჟიმს და ამან გამოიწვია მათ შორის დამასკოს ძალიან მოკლე პერიოდში აღება ოპოზიციის მხრიდან. თქვენ ამდენჯერმე ახსენეთ გარე აქტორები და მინდა გკითხოთ უშუალოდ იმ ქვედანაყოფებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციას ყავს სირიის ტერიტორიაზე ამ დროისთვის. რა ბედი ეწევა ამ ქვედანაყოფებს? ჩვენ ვნახეთ, რომ მხოლოდ ერთი მონაკვეთი სადღაც ლატაკიასთან ახლოს არის ბაზა, სადაც ისინი ამ ეტაპზე არიან განთავსებულები და ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. რეალურად აპირებს თუ არა რუსეთი გაიყვანოს ბოლომდე თავისი შეიარაღებული ძალების სირიის ტერიტორიიდან და აქვე ერთი კითხვა, რა ბედი ეწევა თქვენი აზრით რუსეთის იმ ფლოტს, რომელიც ამ დროისთვის სირიაშია ბაზირებული? ორ ნაწილად უნდა გავყოთ, ერთი სახმელეთო კომპონენტი და საზღვაო კომპონენტი. გემები ზღვაში გაიყვანეს 8 მილის დაშორებით მოაშორეს სანაპიროს, რომ არ მოხდეს ამ გემების ხელში ჩაგდება ოპოზიციის მხრიდან, ხედველობაში რუსებმა გაიყვანეს. ახლა მიდის მოლაპარაკება და ვაჭრობა, სურთ რომ რამენაირად რუსებს დარჩნენ იქ რაღაც სამხედრო წარმომადგენლობა ქონდეს, მაგრამ ეს ვერ იქნება ალბათ სახმელეთო კომპონენტი, იმიტომ რომ სახმელეთო კომპონენტში იყო ძალიან მნიშვნელოვანი სადაზვერვო ფუნქციები. არ ამგონია რომ სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ ახლა იქ დატოვოს მეხუთე კოლონის სახით რუსული სადაზვერო დანაყოფები, რომელიც მთელი ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცეს აკონტროლებდნენ, რა თვითმფრინავი, რა მიმართულებით როდის მოძრაობდა და უსმენდნენ საუბრებს და ასე შემდეგ. ეს კომპონენტი არ ამგონია დარჩეს, არ ვიცით დეტალები რა თქმა უნდა, საზღვაო უფრო შეიძლება დარჩეს, იმიტომ რომ საზღვაო რუსეთისთვის ასევე მნიშვნელოვანია და საზღვაო პირდაპირ საფრთხეს სირიის ხელისუფლებას ალბათ ვერ შეუქმნის, ის უფრო გამოიყენება ერთგვარ რგოლად, მოკავშირე რგოლად აფრიკასთან, სადაც რუსეთს ასევე თავისი ინტერესები აქვს. ვნახოთ, შეიძლება ეს აღიარებაში გაცვალოს სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობაში. ვნახოთ, ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია, საერთოდ რა ხელისუფლება იქნება სირიაში, ესეც არ ვიცით, ხო? რეალურად იქ სხვადასხვა ჯგუფები არის ახლა წარმოდგენილი. არის შედარებით ლოიალური ჯგუფი, არის პირდაპირ შეიძლება ითქვას ტერორიზმთან კავშირში მქონე ჯგუფები, რომლებიც კაცმარიცის მომავალში როგორ კონფიგურაციით მოაწყობენ სირიას, იქნება კი სირია ერთიანი სახელმწიფო, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ახლა იქ ქურთულ ნაწილებს, რომლებსაც ახლა შეტაკებები აქვთ ამ პროთურქულ ძალებთან და თურქეთი ამ ქურთულ ნაწილებს ხედავს როგორც თავის ეგზისტენციურ საფრთხეს. ჩვენ ხედავთ ასევე ისრაელის ძალიან აქტიურ სამხედრო ქმედებებს უკვე ხმელეთზე, სირიის ტერიტორიაზე, დამასკოსთან ძალიან ახლოს მივიდა ისრაელის ტანკები. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი რამ ცხადად შეიძლება ითქვას, რომ ამ ბოლო კონფიგურაციით წაგებული არის რუსეთი და ირანი, რომლებმაც სირიაში ამ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას ახლო აღმოსავლეთისა ფაქტიურად ფეხი ეკვეთებათ, ამოეკვეთებათ. ირანს ფაქტიურად გზა ეჭრება, რომლის შექმნაში ძალიან ბევრი დრო ენერგია ჩადო აწლეულების განმავლობაში და გავიდა ლიბანზე, ისრაელზე ხმელეთით მიუახლოვდა ისრაელს, რომლის განადგურებაც მისი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზანი არის. ახლა ალბათ ჰეზბოლა კიდევ უფრო დასუსტდება და ლიბანში შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. ვნახოთ, ესეც ბევრი არის გასარკვევი ჯერ კიდევ. გამარჯვებული თუ არის ვინმე, ეს არის თურქეთი, რომელმაც პროთურქული ძალები გაიმარჯვეს ფაქტიურად იქ. გამარჯვებული არის ისრაელი, რომელმაც მოიშორა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე, თუმცა მან არ იცის ზუსტად რა მომავალი იქნება, მომავალში რა კონფიგურაცია იქნება სირიაში და ამიტომ ყველა სამხედრო
ინფრასტრუქტურა და ტექნიკა გაუნადგურა ფაქტიურად სირიას რეჟიმის ჩამოგდების შემდეგაც დაბომბვები გრძელდებოდა, ნადგურდებოდა ფლოტი სირიის, ნადგურდებოდა სამხედრო თვითმფრინავები და საწყობები. გამარჯვებული ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისრაელია, თურქეთია, როგორც თქვით და ვნახოთ როგორ იქნება დასავლეთის პოზიცია, ახალი ხელმძღვანელობა სირიის თავის თავს წარმოაჩენს ყველას უფლებების დამცველად, შედარებით უფრო ლოიალურ და რბილ რიტორიკაში გადაიყვანეს ის ძველი უფრო რადიკალური მოწოდებები და პოზიციები, რომლებიც მათ ჰქონდათ. ისინი აცხადებენ, რომ იქნებიან ყველა სირიელის, მათ შორის უმცირესობების, ქრისტიანების, დრუზების, ალავიტების, ქურთების დამცველები, მაგრამ დროა საჭირო იმის გასარკვევად, ეს მხოლოდ განცხადებებია თუ რეალობასთან ახლოს არის. თქვენ ახსენეთ ასევე ქურთული ანკლავი, რომელიც ჩრდილოეთში მდებარეობს, გულისხმობ როჟავის ქურთობას ეგრეთ წოდებულს და რომელსაც თავის საფრთხეთ აღიქვამს თურქეთი. თუმცა ამ ხალხის უკან როგორც სამხედრო დახმარებით, ასევე პოლიტიკური გზავნილებითაც დგას შეერთებული შტატები. რამდენად არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთის და შეერთებული შტატების ინტერესები დაუპირისპირდეს ერთმანეთს სირიის ჩრდილოეთში? ეს არაერთხელ მომხდარა. მთელი ამ ხნის მანძილზე იყო ხოლმე ძალიან გართულებული თურქეთ შეერთებული შტატების ურთიერთობები, სწორედ აი ამ სამხედრო ჯგუფთან დაკავშირებით, რომლებიც მთავარი მოკავშირეა შეერთებული შტატებისთვის, იგივე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში და ისლამურ სახელმწიფოს მებრძოლები სხვათა შორის გააქტიურდნენ და უდაბნოში გარკვეულ ადგილებს ისინი აკონტროლებენ. ანუ თლათ ახლა განადგურებული ბოლომდე ეს ისლამური სახელმწიფო, ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო არ არის. და არ ამგონია, რომ ეს სტატუს კვო ძალიან მალე შეიცვალოს. მოგეხსენებათ, ქვეყნებს თავიანთი ინტერესები აქვთ და ეს ინტერესები არის გრძელვადიანი. ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების ინტერესებიდან თან ახლა ისიც გავითვალისწინოთ, რომ ადმინისტრაცია იცვლება და უფრო ხისტი შეიძლება იყოს ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც კიდევ უფრო პროისრაელურად არის განწყობილი, ვიდრე მაგალითად ბაიდენის ადმინისტრაცია იყო და ანტი-ირანულად ასევე არის ყველას არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იქნება ანტი-ირანული. ამიტომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი იქნება მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის, აი 20 იანვრის შემდეგ. თქვენ ახსენეთ ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო დაეში, რომელიც რამდენიმე წლის წინ ფაქტიურად სრულად განადგურდა მათი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ, თუმცა ზუსტად დამასკოს შტურმის პარალელურად რამდენიმე ადგილას წამოყო მისმა ქვედანაყოფებმა თავი და ასე ვთქვათ, ნახეთ რუკაზეც ის მონაკვეთები, რომელსაც ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს ამ დროისთვისაც კი მათ შორის. რამდენად არსებობს რისკი, რომ სირიის ტერიტორიაზე უკვე ამ მხარეებს შორის, ამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის რეალურად, რომლებსაც უკან სხვადასხვა ქვეყნები უდგანან, თურქეთი, ისრაელი, ირანი, შეერთებული შტატები და ასე შემდეგ დაიწყოს ახალი დაპირისპირება და ხელახლა მოხდეს ეგრეთ წოდებული ისლამური ხალიფატის გაღვიძება და ასპარეზზე გამოსვლა. ხო, თეორიაში ყველაფერი შეიძლება მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთში, სადაც შეიძლება სულ რამდენიმე საათში კარდინალურად შეიცვალოს სიტუაცია და ეს დავინახეთ იგივე ასადის რეჟიმის დამხობისას, როდესაც სწორედ რაღაც რამდენიმე საათში სრულად ჩამოიშალა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ისლამური სახელმწიფო რეალურად მაშინაც განადგურებული არ იყო, უფრო იატაკქვეშეთში იყო გადასული, ვიდრე განადგურებული, იმიტომ რომ უბრალოდ სამოქალაქო ფორმა გადაიცვეს და გააგრძელეს იმ უდაბნოში ცხოვრება და მაინც და მაინც დიდად აღარ აქტიურობდნენ, სანამ მათთვის ასე ვთქვათ, მთავარ სამიზნეს როდესაც წარმოადგენდნენ.
და მე მათ ჩათვალეს რომ შეიძლება ეხლა მათთვისაც რაღაც შანსი არის რომ ხელახლა დაიწყონ ის საქმე გააგრძელონ ის საქმე რომელსაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ ვნახოთ იგივე ამ წელს ვახსენეთ ოპოზიციაში რადიკალური ჯგუფები არის შეძლებენ თუ არა ამ რადიკალური ჯგუფების თავისკენ გადაკაჩვას მივხრობას იმიტომ რომ მოგეხსენებათ თავის დროზე ის ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო გამოვიდა ალ-ქაიდას ასე ვთქვათ გაგრძელებიდან ხო? კი, ალ-ქაიდას ერთ-ერთი ფრთა იყო სწორედ. ალ-ნუსრადან და ეს ალ-ქაიდას მებრძოლები ისევ არიან ადგილზე და ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ყოფილი ალ-ქაიდას ორგანიზაცია, რომელსაც ბევრჯერ სახელები შეიცვალა, რებრენდირება გააკეთეს იმისთვის, რათა საკუთარ თავზე არ მიეღოთ დარტყმა. როგორ კონფიგურაციაში იქნება ახალი ხელისუფლება ოპოზიციის რა ნაწილებს მოიცავს იქ 28 სხვადასხვა დაჯგუფება არის რომ უფრო ნათელი იყოს ჩვენი მსმენელისთვის ახსნა სხვადასხვა დაჯგუფებებია სხვადასხვა ინტერესით სხვადასხვა იდეოლოგიით ამ ოპოზიციაში რომელი მიმართულება გაიმარჯვებს რამდენად დიდი იქნება მათზე თურქეთის გავლენა ეს ყველაფერი ამ ყველაფრის გარკვევას დრო დასჭირდება. თქვენ ახსენეთ ასევე ასადის მიერ სირიის დატოვების დეტალები ერთ-ერთი ინფორმაციით მან თავისი უახლოესი გარემოცვიდან არავინ არ წაიყვანა და ისე მოახდინა რუსულმა სპეცსამსახურებმა და სამხედრო ქვედანაყოფებმა მისი ევაკუაცია რომ წაიყვანა მხოლოდ ოჯახი და ამ ოპერაციის პარალელურად ჩამოვარდა ერთი თვითმფრინავი რომელზეც თავიდან გაავრცელეს დეზინფორმაცია თითქოს და ასადი ამ თვითმფრინავში იმყოფებოდა. ხომ არ არის ცნობილი ამ ოპერაციის დეტალები და თქვენი აზრით რატომ მოიქცა სირიის დიქტატორი ასე? ეს ჟანრის კლასიკაა, როდესაც გარბის ხოლმე ვიღაცა არა მართველი, რომელიც დიქტატორული ასე ვთქვათ, შემჩნეული არის დიქტატორულ მისწრაფებებში, როგორც წესია, თავისი ახლო გარემოცვა არ მიყავს ხოლმე და ესე იყო შორს რო არ წავიდეთ ასლან აბაშიძესთან მიმართებაშიც მას არ წაუყვანია ის ხალხი, რომელიც მისი მხარდამჭერები იყვნენ. ხო, უბრალოდ თვითმფრინავში ფიზიკურად ასე ამდენი ადგილი არ არის ხოლმე და ეს კარგი გაკვეთილი უნდა იყოს სხვებისთვისაც და ისტორია ხომ მეორდება, ახალი არაფერი ხდება დედამიწის ზურგზე და როდესაც ავტორიტარული მმართველობა გაქვს, როდესაც ეს ემხობა და მე ყველა ცდილობს გაქცევას პირველ რიგში ის, ვინც ამ ყველაფრის სათავეშია ხოლმე. რა თქმა უნდა, ეხლა ასობით და ათასობით სირიელის ადგილი მოსკოვში არ არის. რუსეთში არ არის, ახლა რუსეთს მოგეხსენებათ ბევრი გაქცეული დიქტატორი აფარებს თავს, უკრაინის მაგალითით შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგალითები ბევრია. არავის არ მიყავს ხოლმე ბევრი ადამიანი თან, საკუთარი ოჯახი და მორჩა მეტია და ის თანხა, რომელიც რეალურად სირიის მოქალაქეებს მოპარა, საუბარი არის, რომ მან მისი ქონება 130 მილიარდი დოლარია მაშინ, როდესაც სამხედროებს $10 ჰქონდათ წევანად თქვი ხელფასი და შიმშილის პირას არის შიმშილობს რეალურად სირიის მოსახლეობის 85% შიმშილობს აი ესეთ მდგომარეობაში და დააქცია რაც დავარი არის ქვეყანა დააქცია და კაცმა არ იცის როდისმე შეძლებს თუ არა სირია როდისმე ფეხზე დადგომას იმიტომ რომ გარდა იმ დიდი მსხვერპლისა ახსენეთ 9 მილიონი დაუყული 2 მილიონი დასახიჩრებული ლტოლვილები და ასე შემდეგ ფსიქიკური პრობლემა აქვს ძალიან ბევრს იმიტომ რომ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა აქ 14 წლის განმავლობაში მთელი თაობა გაიზარდა ამ ომში და თაობა რომელსაც არც სკოლაშიულია არც ელექტროენერგია იცის რა არის ხშირ შემთხვევაში სამედიცინო დახმარება არ აღმოჩენია და ყოველდღე სიკვდილს უყურებდა ეს ხალხი ანუ განადგურებულია საავადმყოფოები განადგურებულია ინფრასტრუქტურა საერთო ჯამში
სხვადასხვა დათვლები არის 800 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა ქვეყანას. მარტო თანხა რო ავიღოთ, არაფერს მომავალ ადამიანურ რესურსზე, რომელიც აუნაზღაურებელია, ხო, დანაკარგი. და ვინ ჩადებს ახლა 800 მილიარდ დოლარს სირიაში, ხო, წარმოუდგენელია, რომ ამ ქვეყანამ უახლოეს ხანში ფეხზე დადგომა, მყარად დადგომა შეძლოს. სწორედ ამას ემსახურებოდა დასავლელი ლიდერების განცხადებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა ამ ეტაპზე მთავარია ის კრიზისი იქნას აღმოფხვრილი, რომელიც ქვეყანაში შიმშილს და წყურვილს უკავშირდება და შემდგომ უკვე ეტაპობრივად არის შესაძლებელი ფიქრი განვითარებაზე, კონსოლიდაციაზე და იმაზე, რომ სირიამ როგორც ქვეყანამ განაახლოს თავიდან ცხოვრება 14 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ. დიდი მადლობა ბატონ ზურა, ჩვენი სტუმარი იყო ზურა ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი. მე ამით გემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას, ზუსტად 20 საათსა და 30 წუთზე. დროებით.